ქრისტიანები ჩვენთან მოდი თქვათ კიდე ერთ განმარტებას მოგცემთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის ჭირისუფლების თავშესაფარი. ხო იცით რა არის ჭირისუფალი? მკვდრები ყავს ყველას და შეცვიდნენ იქა. და ეკლესია არ არის ჭირისუფლების თავშესაფარი. დააკვირდეთ ქართველებს ჭირის უფალი. როცა ქრისტე მოვიდა ჭირი აღარ არის. ქრისტემ ჭირიც დაამარცხა, სიკვდილიც დაამარცხა და ეს არის ეკლესია არა თავშესაფარი, არანაირი. არამედ ეს არის ღმერთთან ურთიერთობის ადგილი და ეკლესია არის ეგ სხეული ქრისტესი და ჩვენ და ვაშენებთ ყველა ერთნაირად. მივდივართ და ვსაუბრობთ ამაზე. საქართველოში ეგრეა ახლა. არ არის ოჯახი, მკვდარი არ ყავდეს და მაგიტომაც თქვი მკვდრების რელიგია არის მართლმადიდებლობა. მე მივიღებდი, მე მაგალითად მანდ არ მივიღებდი მონაწილეებს არც ერთ პარტიაში. რომ შევცვალო მე რაიმე, აუცილებლად უნდა მქონდეს სამყაროზე წარმოდგენა. თუ მე სამყაროზე იგივე წარმოდგენა მაქვს რაც სააკაშვილს, მაშინ მე მეტოქე ვარ სააკაშვილის და აქ ბრძოლა მიდის. ალასანიას სწორია როცა იბრძვის სააკაშვილის წინააღმდეგ. მაგრამ მე და ალასანია დიამეტრალურად გამსხვავდებით. მას ისეთი წარმოდგენა აქვს, არა აქვს სამყაროზე, როგორიც მე მაქვს. მისთვის ავტორიტეტი 100% ღმერთი ცოცხალი არ არის. თუ მისთვის არის სიტყვა ღმერთი, ეს არის ის გაგება, რაც საქართველოშია მართლმადიდებლური ეკლესიის შორის. ესე იგი, სადღაც ჩანაცვლებული აქვს მის რაციონალური წიგნიერი ღმერთია და გადაბარებული აქვს სამღვდელოებას. ჩემთვის ღმერთი ცოცხალი პიროვნება არის, ისევე როგორც თქვენ ახართ ცოცხალი პიროვნება და მოსაუბრეთ ჩემთან. ამიტომ მე და ალასანიას თანამშრომლობა არ გამოვიდოდა. ცოტა ხნის გაუსწორებდი, საბოლოო ჯამში მივატოვებდი. იმიტომ კი არა ის მე მიუღებელია ჩემთვის. არ გამოვა. მე ვიქნებოდი ხელი შემშლელი. ისინი არ იქნებოდნენ ჩემი ხელი შემშლელი, ხო? ამიტომ ვინც ხელს უშლის უმრავლესობას, ის უნდა გამოვიდეს. ქრისტიანი ადამიანიც არ არის ეს ადამიანი ტყეში მიჯდომარი. ასე გვესმის ყველა ჩვენთაგანს და არა მარტო ჩვენ ქრისტიანებსა დაგვისახა. ამიტომ მასაც სჭირდება კომუნიკაცია, ადამიანები და ურთიერთობა. თუ ეგ ოჯახშიც ვერ აღმოაჩენდა ასეც, მაშინ იქნებოდა რომ გუდანობაც აიკრავდა. ისე არ აქვს უფლება. არანაირი უფლება არ აქვს ადამიანს ხუშტურის გამო გაიქცეს. ისეთი ის უნდა რომ აბსოლუტური ქრისტიანული ცნობიერებით ხალხის მართვას ვერ დაიწყებს შენ. იმიტომ რომ ხალხს მართავს ღმერთი. თუ ამას ჩვენ გავაფართოებდით, ნაწილობრივად მივაღწევდით იმას, რომ ხალხში აღარ იყოს ისეთი მდგომარეობა, რაც ასე ტოტალურად არის დღეს მაქსივრსეში. სხვას ვერაფერს. ყველაზე კაი ვარიანტი ის არის, რომ ელემენტარულად სამართლიანობა ამუშავდეს. დასავლეთში სამართლიანობა აქ არ არის და უნდა იბრძოლო და თუ იბრძვი, მიაღწევ. კარგია ქვეყანა, სადაც ბრძოლა აღარ ჭირდება სამართლიანობის განსახორციელებლად. საქართველოში ვერც ბრძოლით და ვერც იმით იქ სამართლიანობა არ არის და იბრძოლე რამდენი წინდა. იცით რატო ვერ ამტკიცებს კაცი სამართლიანობას? სამართლიანობა არ არის მათ იმ თავითვე, სხვა გაგებაა. იბრძოლე მაგისთვის რა, არაფერი არ გამოვა. ამის შეგნება მე მაიძულებს იმას, რომ მე დაველოდო მომენტს და თუ გაიხსნა კარები, გამოვალ. რამოდენად მძიმე არ უნდა იყოს ეს. თვითმიზანი ხომ არ არის ახლა, ამა მართლაც ახლა თუ არ ხდება შენი რეალიზაცია არც ოჯახში, ყველანაირად შევიწროებულად. თუ კაც აქვს კიდე ის, რომ ვიღაცა სჭირდება, აქ იმისი გასვლა ტრაგედიით თავდება. უნდა დაბრუნდეს უკან. ხო დაბრუნდნენ უკან, ხო? ასევე მეც ესე ვიქნებოდი. თუ იქ ჭირდებოდი ვინმეს, მიღებული ვიქნებოდი, დაბრუნდებოდი უკან. რაკიღა აღარავინ აღარ არის, მაშინ არის უკიდურესი ზომა, რომ დატოვებული იქნას ქვეყანა და ეს მძიმე მდგომარეობა არის. ეს არ არის ესეთი საყვარელი მდგომარეობა და აქ არის უკვე ღმერთზე ჩამოკიდებულობა. რაღაცას ის გვეუბნება ჩვენ. მე ისეც ვიცი, რომ სად უნდა ვიყო და სად განმაწესა ღმერთმა, მაგრამ არავინ რო აღარ გიღებს და ის რომ იგიღოს უნდა გადაგაკეთოს. ეს რა ქვეყანა არის? რატომ არ მიღებ ისეც როგორიცა ვარ? აი ტოტალური ერთიანი შეხედულება საქართველოში. ამ ხრივ საქართველო ყველაზე გამორჩეულია მაქსივრცეში. ყოფილი SNG-ზე. რუსეთი არ არის ეგეთი. ყოველად განსხვავებული აზრი, აი მანდ მიუღებელია რა. და განსხვავებული აზრი ხო იცით რა არის? ძირეულ აზრზე ვლაპარაკობ. ეს არა იქ რაკურსების განსხვავებულებაზე არ არის ლაპარაკი. არსით განსხვავებული რომ ხარ და ღირებულებებს თლიანად გადახაზავ, მაგრამ ამ ღირებულებებს რო ხაზავ, განა იმის ხარჯზე რომ უზნეობას ამკვიდრებ, წამოხთელი კაბით სიარული და ჰომოსექსუალი არა. ამ ღირებულებებს მე რო გადავხაზავ, ღირებულებებს უფრო მაღალ საფეხურზე მინდა აყვანა ამისი და უფრო ძლიერი წესრიგი და ძლიერი ზნეობრივი კოდექსი. შენარჩუნებული სახლი და ყველაფერი, სიყვარული ყველაფერი. ჩემთვის ახლა ლიბერალიზმი და დემოკრატია ესეთი რაც მანდ არის დასავლეთში, პირდაპირ გორეთ გულსიდვადი ჩემთვის. ჩემთვის მეუღებელია ეგ რა. რაც ხდება დღეს, აი მანდ, ყველგან, ჩემი აზრით თუ გაინტერესებს მეუღებელია. უბრალოდ ახლა ამას აქვს არსებობა და ვერ ვებრძვი. თუ ჩემზე იქნება შეტევა, დამიჯერეთ რომ ამას მე არ მივიღებ, მითხრან იცით დააკანონონ ჰომოსექსუალიზმი. არა, შენ იყავი მე არა, მე დავტოვებ მაშინ ქვეყანას. ბრძოლას ხوار დაიწყებ მართლა ახლა ვერ შემევი ხომ სოფლიოს. ლაპარაკი იმაზე კი არ არის ქრისტიანებმა ვიომოთ. ლაპარაკი ის არის ქრისტიანობს აქვს თუ არა არსებობის უფლება დედამიწაზე კაცო.
როდევნიდან ქრისტიანებს უკიდურეს რა შეცდნენ, იცი? ქრისტიანს არ აქვს უფლება იცხოვროს, რას დევნე მაგას ვერ გავიგე. ხო არ დაუმხიათ იმპერატორი და არ აქვს უფლება ისა რომ არ გცეს თაყვანი. რატო უნდა გცეს თაყვანი? შენ ვიღაცა ნერონი ხარ თუ ვიღაცა კალიგულა დებილია. ამიტომ აკლავ კაც? და ამიტომ კლავ მე რომ სტალინი ხარ თუ შიურაშვილი თუ ვიღაცა მე არ გეთაყვანები და ხელზე არ გემბორები? არა მაქვს უფლება მე ყოფნისა? ყველაფერი სიმახინჯეს აქვს უფლება ყოფნისა და ქრისტიანს არა. აი ხარ უცნაური, აქედან არის და სატანა რო აკეთებს მე. ხედავთ? შურს ვინ ძიეობს? სატანა და ადამიანზე უკვე რომ გავცდით ამას უკვე ადამიანი ჩვენ ვინ გამოიყენებს რომელს სატანა ადამიანს აი ინსტრუმენტად იარაღად ჩემს მიმართ. ამიტომ არის ცნობიერების წინსვლაზეა ლაპარაკი და მე ახლა გინდა ცხოვრებაც ელემენტარული მიწაზე ხო? თუ მთლიანად დაკეტილი ეგ შენთვის აქ ის მისკითხვა რა გააკეთო? აი აქ თუ ბოლომდე შემოწმდა ყველანაირად ამოწურულია ყველაფერი აი ღმერთი მაშინ გიხსნის კარებს და გაყვება. ეს მე გამოვცადე მე ჩემ პირად გამოცდილებას გიზიარეთ. მე სხვებსაც არა. ხო, ძალიან ბევრმა დაამტკიცა, რომ მისი გადმოსვლა არ ყოფილა სწორი. ისინი ზუსტად იმ კანტორაში შევიდნენ, რაც დღეს არის. არაფერი განსხვავება არ არის. არალეგალურად მყოფი საბერძნეთში ქართველი და ჩემთან წამოსული პიროვნება, რომელიც ლეგალურში არის და დარჩა ქართულში. იმასაც ეხება ჩემი კრიტიკა. შეცდომა იმათი აქ ყოფნა. 100%-ით ვიცი, რომ ეს შეცდომაა და ეგ თვითონ გამოასწორონ მათ. თვითონ იკითხონ ეგ საკითხები, მაგრამ მოქალაქეობა რომ მიიღეს, ეს მოწეპებული ხარ და როცა მიეწეპები ერთ ადამიანს, დიფერენცირება ხო არ მოხდებოდა. მე როგორ არჩევა ცხოვრების ისეთი გაიზიარეს მათ, როგორც დღეს თვით უმრავლესობას აქვს. წინ და უკან სიარული, ქართველობა, ნოსტალგიები. მე ვერ გავიგე რისთვის არიან აქ. თუ სამშობლოზე გიდერებ და არაფერს არ აკეთებს ამ სამშობლოსთვის და აქედან ღადაობს და ელოდება იქა და ერთობა არ იქცევა სწორად. მათი ნაბიჯი არასწორია. ამიტომ გეუბნებით, მე ჩემ გამოცდილებას გიზერებ, ჩახდებოდა ჩემში. ანალოგიური თუ მოხდება თქვენში, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ ახლა მიწეპებული ვიღაცას მათ რომ მიდისის და გაყვეთ თქვენ. და იმა გაგიყვანოთ. ლაპარაკია ვინ გადმოვიდა, შენ გადმოხვედი თუ გადმოხვედი. შენ მიდიოდი თუ მიყვებოდი. ხომ არის წასვლა და წაყოლა. მიდის ერთი მიყვებით სხვა. და მე რომ მიყვები უნდა რაღაცნაირად უნდა გადახვიდე წაყვანის სტატუსიდან წასვლის სტატუსამდე. ესე იგი მოყვები შენ. მაგრამ მე უკვე კი არ მოყვები, მე მომყვებიან. ამაშიდაც უნდა გადავიდეთ, ხო? პავლე ჯერ მიყვებოდა და მე უკვე მას მიყვებოდნენ. პავლე მიყვებოდა, მე პავლეს მიყვებოდნენ. და ხალხი ამ სტატუსში რომ დარჩება, ჩამოგშორდება. და უკვე ესეც გამტყუნებულია. არანაირად სწორი არ არის. ეგ ხალხიც არ ითვლებიან ემიგრანტებად. მე მინდა იცოდეთ ეგ. ესენი არ არიან მიტოვებული სამშობლო, მათ არ აქვს და კითხვა მაქვს. რატომ მიატოვე სამშობლო? რატომ დატოვე ესე? სხვის საკარმი დამოდდა საჭიჭკნად. შენ რამ გაიძულა რომ წამოსულიყავი? რა იძულებს არაქრისტიან ადამიანს წამოვიდეს სამშობლოდან? ეკონომიკური შეჭირება, სიმდიდრის დაგროვება უნდა. ვერ პოულობს გარეთ, მერე დაყაბულდება რიგით კრეტინულ სამსახურს და უკვე თავსაც ატყუებს და სხვასაც ატყუებს. ხომ არის ეს? ასე რომ მე ამ ხრივ განსხვავებული ვარ. იქ რომ ვიყო მეთქი მე, ისევ ის აზრი შემემუშავდებოდა და მე მარტო ხო არ ვიქნებოდი. ვინც მომისმენდა, თუ ბევრი ის ამას გაიზიარებდა, ჩემთან ერთად ისეც წამოვიდოდა თუ არა და ისევ შემოგვეტმასნებოდნენ და გამოყვებოდნენ. ბევრმა გაიზიაროს, ცოტა დაუჯერებელია. იმიტომ რომ ყოველთვის დგას საკითხი ესე, რატომ უნდა თქვათ დავტოვოთ ერთი ადგილი და გადავიდეთ მეორე ადგილზე. გემი რატომ უნდა მივატოვოთ? გემის მიტოვება ხდება ერთ კრიტიკულ მომენტში, როცა გემი იძირება. ის რატომ უნდა დავტოვოთ? ის გემი მიდის და თავისი მარშრუტი აქვს. როდესაც შემოდის სიგნალი, რომ გემი იძირება, გაჩერდებით გემზე და თუ ყალბი განგაში იქნება ესე და ვინმე გადმოხდება, ის დაიხჭობა იქა და გემი კიდე სვლაც გააგრძელებს. თუ ყალბი განგაში იყო საქართველოს იმზე ვინმე ესე გადახტა იქ და წავიდა. კუბოები ჩამოიტანეს, მათ ძალიან ბევრი უკვე საზღვარგარეთიდან. ძალიან ბევრი საზღვარგარეთი მოკლეს, იცით თქვენ რუსეთში, ამერიკაში, ამბებს ხო უყურებთ ესპანეთში, ბევრი მოკვდა ციხეებში. კუბოები ჩამოასვენეს ახალგაზრდების მანდ. ეგ გავსწორეთ იმ მეტაფორას, ეგონათ განგაში გადმოხდნენ. არა გაკუფლება. კითხვა ისევ თქვენ იმას უნდა დაუბრუნდეთ, თქვენ რო კერძო იმაში დასვით, ეგ რას გავაკეთებთ მანდ ხო? თუ თქვენ მანდ ესე იგი ხართ ცოტა ისე ჰუმანურ პრინციპებზე მდგომი. გჯერათ რომ საზოგადოებაში ადამიანები წარმართავს ყველაფერს და ადამიანს შეუძლება გამოასწოროს რამე, უნდა მოძებნოთ ადამიანების ის გაერთიანება, რომელთაც ეს მოძრაობა აქვს. და თითქმის საქართველოს ყველა პარტია არის ჰუმანური. ცენტრში ადამიანი ყავთ ხელმძღვანელთან. მაშინ უნდა წახვიდეთ ესეთ პიროვნებასთან მეთქი. ეს არის კარგი რჩევა. ცდის ჩატარება არა. და გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ნამდვილად უნდა გეკოთ ეგა. თუ თქვენ ჰუმანურ პრინციპებზე დგეხართ და ხართ უკეთესი ადამიანი ვიდრე სხვა არის. ჰუმანურ პრინციპებზე დგას დღეს ჩვენი მთავრობა. ესე იგი ცენტრში მათ ადამიანი ყავთ, ადამიანის შესაძლებლობა და არა ღმერთი. მე ჩემთვის
ჰუმანიზმი აღარ არის მსოფლმხედველობა წამყვანი. ჩემთვის ცენტრში ადამიანი არ არის. ვარ თეოცენტრული მსოფლმხედველობის მომხრე. ცენტრში ღმერთია და მე პერიფერია ვარ. მე ესეთი რწმენა და ესეთი რაციონალური მიდგომა მაქვს ამ საკითხთან. ამ ხრივ მე მოვძებნი ისეთ გაერთიანებას, ვინც უყურებს ასე ამ საკითხს. ასეთები მე მგონი საქართველოში აღარც არიან. და დასავლეთში ასეთები არიან ეკლესიებში. თეოცენტრული ტვინი და აი იმას შევეკედლები რომ მარტო არ ვიყო. ხო მარტო რა თქმა უნდა საზღვარგარეთ ვიყო მე მარტო. მარტო არ არის ადამიანი მარტოობის ზღვაში. გამიგეთ რა ზია ლაპარაკი. იგივე საქართველოსზე გადმოვიტანოთ. ვინაიდან საქართველოში ასეთი აღარავინ აღარ არის და მიაქციეთ ყურადღება, ეგ წამომყვამე, რომ გულში ხო ღმერთი იყურება და ის ამოწმებს ვინ გულწრფელია, ვინ არის. რო შემიწყოს ღმერთმა ხელი, აბსოლუტურად ესე იგი მე უნდა მივენდო მას. მე და ჩემთან მოდიან. ჩემ წინ არ მიდის არავინ მე გავყრა. აჰა შენ ახარ პირველი სიტყვა მე მოყვები. გამოვიდოდა რა მე? აი მიაქციეთ ყურადღება. საქართველოს სივრცეში ეგ არ იყო ახლა ისმენდა პიროვნებები და მისმენდნენ და რაღაცა რომანტიზმთან აქ გზადაგზა მე ეს დაიხვეწა და ანდთან შეცვლილი იქნა ყველაფერი ეს და ამიტომ თუ აქავართ უკვე აქ მაინც ეზიარეთ იმას რასაც საქართველოში ვიძახდით და ისე ისმენდით თუ არ იჯდი ხარ ამაში ჩაალაგეთ ჩემუდანი წადსახში აი ამას ვიძახი მუდამ ან პირდაპირ უჩევ ადამიანს რომ თუ ეს შეგნებაში არ შემოვიდა ქრისტიანი შენი აქ ყოფნა გაუმართლებელია ღმერთის იმიდან და რომ გარდაიცვლები ტყავი გაგძვრება შემოკარგებო სულ აი არ არის სწორე იქ სადაც ღმერთმა გაგაჩინა იმის გარეშე დატოვება და ღმერთის გარეშეა დატოვებული დღეს ძალიან ბევრ საქართველოს აი როცა შენ მოხუცებს უბლი საბერძნეთში ღმერთის ნებით არ არის ეგ ჰუმანური მოსაზრებებით არის აი რა არის შენ ახარ ცენტრში აი მე ოჯახი იღუპება უნდა დავაფინანსო ბავშვს სწავლა უნდა ეს ყველაფერი არის ჰუმანიზმი და წახვედი ამიტომ ვნახავ როგორ დაამთავრებენ ჰუმანური მოსაზრებებით მოდის სააკაშვილი დავიბრუნებ აფხაზეთს დავიბრუნებ ოსეთს მე ვარ მაგარი გაბწყინდება ეს გამოვწყინდება ხომ მოვიდა ადამიანური ღირებულებებით ჰუმანიზმით ცენტრში ადამიანის ყოვლის შემძლეობა ჰუმანიზმი ეგ არის ღმერთი არ არის და თუ არის ეს ჩემი წარმოსახვაა და კულტურაა დღეს საქართველოში ეს თუ არ არის გაბატონებული მე მინდა პოლემიკაში შემოვიდეს სხვა ისეთი და მითხრას რომ არა თქვენ ცდებით ღმერთი არის საქართველოში და შევდივარ დისკუსიაში და ნუ გამიბრაზდება რომ მოკლედ ყველა შენობას დაუნგრევ თუ ძალიან დიდი წინაპირობა იმისა რომ მე გავიმარჯვო და სახეზე არ არის ის რასაც იძახიან მანდა არ არის ღმერთის ხელი არაფერში არც მეორწმუნე არის ქართველიერი ხო მაგას ვიძახი და აი ჩემი პასუხი ამან განაპირობა ჩემი წამოსვლა ესე იგი ვიცოდი რა ეს მე ბუნდოვნად მანდ მაშინ პატივი მცა ღმერთმა სრულიად განმიცხადდა აქ პირიქით არ უნდა იყოს ვავიბარგო მანდა ჩამოვიდე სრულიად განმიცხადდა ეს მე აქ მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და ჩემს ირგვლივ ვინც ადამიანი ამას ურჩევ რომ ამით გახდეს იგი გაუსაძლისი აღარ იყოს ყოფნა მისი აქ აღარ დაიწყოს ნოსტალგიები და ნოსტალგიების შედეგად მოგეხსენება ფსიქიკა ზიანდება პირველი მერე გამოდის სხეულზეც იცით თუ არა ეგ თქვენ ადამიანი კიდევ იმით არის მოცული შეუსწავლელია ნახევრად არის შესწავლილი რაც მოეწოდა ემპირიას პირველ მეცნიერებას ემპირიულ ადამიანზე ინფორმაცია ისე არის შესწავლილი რაც გვეძლება თვალში ყურში მაგრამ რაც უხილავია ის შესწავლილია ფსიქიკა შესწავლილია ვინ იცის რა არის სული სამშვინველი ეგ არავინ არ იცის მაგას ხელს ვერ მოკიდებ ამიტომ როცა შეჭირვებას იღებს ადამიანი რა იღებს სხეული გამოდის გარეთ დაავადებების პირველ დარტყმას ვინ იღებს და სომატური დაავადებები სწორედ არის ფსიქიკური და სომატური ამიტომ ვიძახი რომ შეჭირვებები მოდის აზრებიდან ფიქრებიდან და როცა გადამოდის კაცი ადამიანი 100%-ით და უნდა გადააფასოს ყველაფერი თორე ის დიდხანს უყურებს ღმერთი ის ისევე ტრაგიკულად დამთავრდება როგორც რუთი წიგნი ბიბლიაში რო არის აი იმის ოჯახით რატო წავიდა ხო გახსოვთ გაიქცა შიმშიც გაიქცა ისა ის ურწმუნოებას კი არ გაიქცა გაიქცა ისეთ ქვეყნიდან სადაც ცოცხალი ღმერთი იყო და იცით სად გადაბარგდა წარმართულ ქვეყანაში წავიდა მოაბიტელებთან წავიდა და ის საშინელი ქვეყანაა მოაბე აი იქ მიდიხარ ის იგულისხმობს ის საჭმელია და როგორ დამთავრდა ოჯახი დაენგრა და უკან დაბრუნდა ქალი იქიდან და მოყვება რძალიც დანარჩენები დაიხოცნენ ეს მაგალითი ჩემთვის იცით როგორი 100%-იანი განხორციელებადია ყველაზე შესრულდება ეს არ არის ისტორია ეს არის ისეთი რეალობა რომელიც სამაგალითოა ყველასთვის ვინც აპირებს გადაბარგებას ეგ წიგნი წაიკითხოს და დასვას კითხვა რისთვის მიდიხარ შიმშილობას რა იქ არ გამოგზავნეს ღმერთი იტალიაში გაჭირებას იქ არ გაჩვენებს და რის ხარჯზე ხომ არიან ცუდად ახლა იტალიაში რო აპირებენ კინოს გადაღებას ისმის კითხვა რატო წახვედი მანდ თუ შენ მორწმუნე ხარ მორწმენ და ღმერთი გწამს მაგ დღეში რატო ხარ ესე იგი შენ ღმერთს არ დაეკითხე იმიტომ გადაბარგდა იქა